მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში, სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს იმაზე, რაც ვისაუბრებ, პრემიერ-მინისტრის სიტყვები რო თქვა, გულისხმობ ყოფილს, ეს არ იქნება არც თითიდან გამოწუწნული და არც ვინმეს ვიჯირყვნისთვის საჭირო. პირიქით, ეს იქნება იმისთვის, რომ თქვენ გაიგოთ სიმართლე, რა ხდება რეალურად და არც ვაპირებ ამ ხელისუფლებას უძახო, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობდა, ხმი იმისთვის, რომ გახმის. პირიქით, მას გვინდა წყალი შეუყენოთ პირდაპირ მნიშვნელობით იმისთვის, რასაც ის აკეთებს და თანმიმდევრულად ანგრევს ქართულ სახელმწიფოს. ეს იმას ნიშნავს, რომ რამ პრაქტიკულად შეტევა მიიტანა იმ რიგით მეომრებზე, რომელიც არის საქართველოს ხერხემალი და რომლებიც როგორც სტრუქტურებში, ასევე სტრუქტურებამდე იცავდნენ ქართულ სახელმწიფოს თავის მშობლებთან, ძმებთან და სხვა თანამებრძოლებთან ერთად. მე უკვე მქონდა ერთი პრესკონფერენცია ამ თემასთან დაკავშირებით და ჯერ ამით დავიწყებ და პასუხი ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდე არ მიგვიღია. ეს ეხება რომან შამათავას საქმეს, რომელიც არის ამ ეტაპზე დაპატიმრებული ხურჩის ტერაქტთან დაკავშირებით და მას სხვა ბრალდებები უკვე მოხსნილი აქვს და გასამართლებული არ მოხდა, რაც მათ უნდათ ამ სურვილით, არის მხოლოდ ტერაქტთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ამ ტერაქტთან დაკავშირებით ჩვენება მიცემული აქვს 8 ადამიანს, ამ 8 ადამიანიდან 6 მუშაობს დღესაც თანამდებობაზე და ისინი წარმოადგენენ სამეგრელო ზემო სვანეთის რეალურ პოლიციურ სტრუქტურებს. აქედან გამოდის, რომ ჩვენ თუ დავიჯერებთ იმას, რასაც გვთავაზობს პროკურატურა, რომ ეს ტერაქტი რომან შამათავამ მოაწყო თავის თანამოაზრეებთან, ანუ ამ 8 ადამიანთან ერთად, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ დღეს ზემო სავანეთის სამეგრელოს აკონტროლებს ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები. ან თუ ესე არ არის, მაშინ გაუგებარია, რატომ არიან ისინი თანამდებობაზე და რატომ არის დაპატიმრებული მარტო რომან შამათავა, თუ მივყვებით პროკურატურის ვერსიას. ამასთან, ამ 8 ადამიანიდან უმეტესობას ჩვენება მიცემული აქვს ამ ტერაქტიდან უახლოეს პერიოდში, ამაზე გამოძიება იყო და ისინი იძლევიან აბსოლუტურად სხვა ჩვენებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი არ იყო თანამდებობაზე და ერთი გარდაცვლილი არის გაურკვეველ ვითარებაში და ამასთან დაკავშირებით სხვა ფაქტებს სხვა პრესკონფერენციაზე აუცილებლად მოგაწოდებთ. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ღებულობდნენ ამ ცრუ ჩვენებებში მონაწილეობას, ალბათ საბოლოოდ სასამართლოზე ნამდვილ ჩვენებას მისცემენ და აღდგება სამართლიანობა და ის პატრიოტი ადამიანი, რომელიც უკვე რამდენი ხანია ციხეში ზის, განთავისუფლებული იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ამის მიმართულებით ძალისხმევა ამ პროცესს არ დააკლდება და მეტიც თუ სხვა ადამიანებთან მიმართებაში პოლიტიკური თანამდებობის პირების, მინისტრების, პრემიერ-მინისტრების და ასე შემდეგ არის დიდი ყურადღება, მეტი ყურადღება ჭირდება სწორედ ასეთ ადამიანებს, რომელზეც ინფორმაცია პრაქტიკულად არ ვრცელდება და მათი დაცვის მექანიზმი არ არსებობს. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო თანამდებობრივად კუდის უფროსი აფხაზეთის და ცხადია სხვადასხვა ოპერაციებს ატარებდა სწორედ აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. თუ ამ მიმართულებით მათ რაიმე ინფორმაცია ჭირდებათ, იგი მზად არის ამ მიმართულებით ითანამშრომლოს ნებისმიერ სტრუქტურასთან, იმიტომ რომ ეს არის პატრიოტი ადამიანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეხლა დღევანდელ დღეს რაც ხდება, ყველას გაუკვირდა ალბათ მასმედიის მეშვეობით, რომ რაც შეეხებოდა ივანე მერაბიშვილის საკითხს, თქვენ გახსოვთ, რომ ამაში ღებულობდა გენპროკურორი მონაწილეობას და ეს იყო თითქოს გასაკვირი. მე შემიძლია დღეს იმისთვის შეკრიბეთ, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ასეთი რამ არ არის ახალი და ამას ჩვეულებრივად იყენებს ეს ხელისუფლება მისი მოსვლის დღიდან. და ამას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს და ეს არის მისი სტილი მუშაობის და ამას ის ახორციელებდა მაშინაც, როდესაც
შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით და მყისიერად დაიწყო ამდაგვარი მოქმედებები. სწორედ შამათავას საქმე უკავშირდება ხელისუფლების შეცვლას და მათ მყისიერ გადაწყვეტილებას, რომ ასეთი ადამიანები იქნენ დასჯილი. ამასთან დაკავშირებით მე მოგაწვდით ინფორმაციას და პროკურატურისგან კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც მე ახლა ვისაუბრებ, აღძრული იქნას საქმე და დამტკიცებული იქნას. მართლა იმყოფებოდა თუ არა კეკელიძის 25-ში, ეს არის ის სახლი, რომელსაც მე გაჩვენებთ, კეკელიძის 25-ში, ეს არის ის ბინა, თეთრი შენობა, აგურის შენობის ზემოთ, მესამე სართულზე, სადაც იმყოფებოდა ასევე ემა გოგოხია, ეს შენობა უფრო ფართო ხედით, ეს არის სადარბაზო, რომელშიც შევიდნენ, ეს არის გამჭოლი შენობა, ეს რო გამჭოლია შანს აი აქედან, ხედავთ. ეს არის ის ბინა, რომელშიც იმყოფებოდა, უფრო ზუსტი ხედით, აი. და ამ დროს, ამ შენობაში, ამ სახლში მასთან ერთად იმყოფებოდა ნაცვლიშვილი, შემდგომში გენპროკურორის მოადგილე, მასთან ერთად იმყოფებოდა ამ შენობაში ირაკლი ალასანია, დღევანდელი თავდაცვის მინისტრი და მასთან ერთად ამ შენობაში, ანუ ამ სახლის პატრონი იმყოფებოდა კახა ჩიხლაძე, რომელიც არის დღეს პოლიციის, სამხედრო პოლიციის უფროსი. იგი ამ სახლში მიყვანილი იქნა გელა კოპალიანის მიერ, ნივით და ჩამოყვანილი იქნა სამეგრელოდან. ამ შენობაში, როგორც ვერაბიშვილის შემთხვევაში და ეს არის ამ ხელისუფლების ტრადიცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას აიძულებდნენ, მიეცა ჩვენება, რომ ეს ტერაქტი დაგეგმა რომანმა, ეს ტერაქტი დაგეგმა რომანმა, შამათავამ და ამაში არა მარტო რომან შამათავა, არამედ სხვა მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული. ამასთან ემა გოგოხიას პირდებოდნენ ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში, ის მიიღებდა ბიზნესს რუსეთში და მას შეეძლო ეს ჩვენება მიეცა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ის დარწმუნებული იქნებოდა, რომ ამდაგვარი ბიზნესი მას რუსეთში გააჩნია და ამის შემდეგ და უზრუნველყოფილი იქნებოდა გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომ იგი პოლიტიკურ სიტუაციასაც დაუბრუნდებოდა და შეეძლო ეფიქრა სხვა თანამდებობის მიღებაზეც. ამასთან შამათავას მიმართ ისინი ამბობდნენ, რომ მას მაინც ცოცხალს არ დატოვებდნენ რუსები, ეს დიდი თანხაც რო დამჯდარიყო და ლაპარაკი იყო რამოდენიმე 5 მილიონზე და იმის გამო, რომ ის როგორც თვითონ ესენი ამბობდნენ, სხვადასხვა ოპერაციებს ახორციელება და აფხაზეთის, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამასთან ცხადია ამ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც მიდის ადამიანის გასამართლება მის მიერ არ მომხდარ ფაქტზე, თორე ეს ფაქტი მართლა მოხდა და ამის დამადასტურებელი მრავალი დოკუმენტი არსებობს, როგორ ითითხნებოდა ეს საქმე, მაგრამ ყველაფერი ეს იქნება სასამართლოზე გამოკვეთილი, მაგრამ ჩვენი ინტერესის სფეროა დადგინდეს, რომ ამ შენობაში, ამ მაღალ ჩინოსნებთან ერთად იმყოფებოდა თუ არა ემა გოგოხია და იყო თუ არა მასზე იძულება, რომ მიეცა ჩვენება რომან შამათავას წინააღმდეგ ტერაქტთან დაკავშირებით და თავაზობდნენ თუ არა მას რუსეთში გამგზავრებას და ბიზნესს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იქნება ძირითადი თემა. დღევანდელი ჩემი შეხვედრა დღევანდელმა პროკურორმა, გენპროკურორმა ჩათვალოს, რომ ეს არის ოფიციალური მიმართვა და კატეგორიულად მოვითხოვთ და უახლოეს პერიოდში თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არ დაიკითხა ემა გოგოხია და მან არ მისცა ჩვენება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ მასთან და მის ადვოკატთან ერთად მე ორშაბათს ვაპირებ მივიდე პროკურატურაში და ოფიციალურად მათ განცხადებასთან ერთად მივიტანო ჩემი ოფიციალური განცხადება პარლამენტის წევრის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით აღიძრას საქმე, დაკითხული იქნას
ემა გოგოხია და მიეცეს ნორმალური მსვლელობა იმ შეთითხნილ საქმეს, რომელიც არის აღძრული აი ამ პატრიოტი ადამიანის წინააღმდეგ. ამის განცხადების გაკეთება მინდოდა, ეხლა მე ვკითხავ ემა გოგოხიას, რომ შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რაც მე ვთქვი და შემდეგ ვკითხავ მის ადვოკატს აპირებენ თუ არა ამ საქმის პროკურატურაში გადატანას. კი ბატონო, არა, აქ ემა გოგოხიას აფერი არ ექნება სათქმელი, ის იტყვის ამას სასამართლოში, მე უბრალოდ ვეკითხები თქვენი თანდასწრებით. რაც მე ვთქვი, ქალბატონო ემა, ეს შეესაბამება სიმართლეს, თუ არ შეესაბამება სიმართლეს და მე მოვყევი მხოლოდ ნაწილი, თუ იქ იყო მეტი მუქარა და მეტი დაპირებები. ის დეტალი, რაც ბატონის შეთანხმებით მაქვს წარმოქმნილი, სიმართლეს შეესაბამება და მე ვითხოვ ყველა იმ ადამიანის შესაბამისად დასჯას, ვინც აი ამ დაშინებაში და ამგვარ ქმედებაში მონაწილეობდა. ძალიან კონკრეტული დეტალების და ფაქტების შემცველია ეს საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მსვლელობა მინდა მიეცეს, მე უფრო დავკონკრეტდები სამართალდამცავებთან თუ ამის საშუალება მექნება და ასევე სასამართლო პროცესზე ამდენად ყველას წინაშე მინდა განაცხადო, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილე იყო და ვინც იმყოფებოდა ჩვენთან ერთად ამ ბინაში, შესაბამისად იქნეს დასჯილი. აქ სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ, უბრალოდ ეს იქნება სასამართლოს პრეროგატივა, როდესაც ეს იქნება. უბრალოდ არის ლაპარაკი ფაქტზე, არის ზეწოლაზე, არის შეთითხნილ საქმეზე და ეხლა ადვოკატს ვთხოვ, თქვას აპირებენ თუ არა ისინი ამ საკითხის გადატანას პროკურატურაში და მოითხოვენ თუ არა იგივეს, რაც მე ვთქვი. მე წმინდა სამართლებრივ დაგიხსნით ამ საკითხს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101 მუხლი ავალდებულებს პროკურატურას მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნების შესახებ ინფორმაციას, ავალდებულებს მათ დაიწყონ გამოძიება დაუყოვნებლივ. ანუ საჯარო განცხადება მათთვის იყო იგივე წერილობითი განცხადება, ფაქტიურად მათ უნდა დაეწყოთ ამაზე რეაგირება. ჩვენ მითით რომ მაგდან პასუხი ვერ მოვისმინეთ, არც დაკითხვაზე დაგვიბარეს, ანუ სასახად ეს არის აღიარება, მათ ეშინიათ იმის ამ ფაქტების გადამოწმების. ანუ თქვენ წინაშე იქნა წარმოდგენილი ფოტოსურათები. ემა გოგოხია შეუძლია, აი ეს არის ჩიხლაძის სახლი, კახაბერ ჩიხლაძის სახლი, რეესტრიდანაც ამოღებული გვაქვს ეს მის საკუთრებაა, შეუძლია დღესვე დაასახელოს განლაგება ოთახების თუ სად ინვენტარი დგას და ასე შემდეგ. თუ ეხლავე წავალთ. რა თქმა უნდა, ახლა შეცვლიან ხვალანზე გამას, მაგრამ დღესვე შეგვიძლია ახლა აქედან წავიდეთ და ვთქვათ, სად რა არის, საიდან უნდა იცოდეს კახაბერ ჩიხლაძის, რომელიც დაცვის თანამშრომელი იყო, ალასანიესთან მუშაობდა, ემა გოგოხია მისი სახლის განლაგება. და მეორე ფაქტი, ძალიან მარტივად შეიძლება ამის დადგენა თუ გამოძიება დაიწყება. სატელეფონო საუბრების და სატელეფონო ანძების დადგენა. რატომ იმყოფებოდა ანძაზე ალასანიას ტელეფონის ნომერი, ნაცვლიშვილის ტელეფონის ნომერი, კოპალიანის ტელეფონის ნომერი, ჩიხლაძე ერთდროულად ერთ და იგივე ანძაზე. ემა გოგოხიასთან ერთად. რა კავშირი ჰქონდათ, რატომ ემსახურება ერთ და იგივე დროს, ერთ და იგივე დღეს და ერთ და იგივე საათზე ერთი ანძა, იმიტომ რომ ისინი იმყოფებოდნენ ერთად. შეგვიძლია მოვიღეთ ასევე მოძრაობა ზუგდიდიდან კოპალიანისა და ემასი, რომ ორივეს ტელეფონი თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან, როცა ემა იქნებოდა სამტრედიაში, კოპალიანის ტელეფონიც იქნება სამტრედიაში, როცა იქნებოდა ქუთაისში, ემას ტელეფონიც იქნებოდა ქუთაისში. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთად მოძრაობდნენ. ამის გადამოწმება არის ძალიან მარტივი. თუმცა დღევანდელ პროკურატურას რაღაც სტილია ესეთი ვალდებულება არ გააჩნია გამოძიება დაიწყოს, მხოლოდ პოლიტიკური ნიშნის შერჩევით და იგებს გადაწყვეტილებას, რომელ საქმეზე დაიწყოს გამოძიება. ან მოუცდელობით ხსნის, ან სხვადასხვა მიზეზით. ვალდებულება აქვს პროკურატურას, ეს არის დანაშაული ტოლფასი, როდესაც გამცხადებელი საჯაროდ პირი აცხადებს, მით უმეტეს ჟურნალისტი აცხადებს, რომ ჩემზე მოხდა ზეწოლა. ვალდებულება ჰქონდა პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს დაეწყოთ დაუყოვნებლივ გამოძიება და დაეძინათ ეს ფაქტები. თუმცა დღემდე არ იწყებენ ამ გამოძიებას.
დიახ, ჩვენ გვაინტერესებდა თვითონ დაიწყებდნენ თუ არა, ამიტომ ჩვენ აპლიკაციას გავამზადებთ სტრასბურგის სასამართლოსათვის, სადაც გადაწყვეტილებები არსებობს ევროპული სასამართლოსი, რომ ვალდებულება გააჩნია გამოძიებას სახელმწიფოს დაიწყოს გამოძიება, როცა დანაშაულზე უთითებენ. თუ ამას არ დაიწყებენ, ეს ითვლება, რომ გააჭიანურა და ხელოვნურად გააკეთეს, ეს ხელოვნურად გავაკეთეთ ჩვენს, იმიტომ რომ დაველოდით, ისინი თუ დაიწყებდნენ, ინიციატივა არ წამოვიდა მათგან, შეგნებულად ძალიან დიდი დრო გავიდა ერთი თვე, საკმარისი იყო, დაეწყოთ, დაეძახათ, მოკვლევა არ არსებობს, მაგრამ უბრალოდ გამოეკითხათ, უბრალოდ გაესაუბრებოდნენ, ესეც არ მოხდა. ამიტომ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს პროკურატურა არ აპირებს გამოძიების დაწყებას, ამიტომ ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ აწ. მადლობ თუ არაფერია შეკითხვა ამას. არა, მე კომენტარები წესაღავი. კომენტარი რა არის?